მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს. ეს არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაპუნა ამ დატვირთული დღის მიუხედავად, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღიანი ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდა სახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ვიცით, იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი. აი რა კონკრეტული უბნებია საგზაო უბნებს გულისხმობს, სადაც სტიქის გამო ვერ ხერხდება გაწმენდა გზების. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ, უკვე მეხუთე დღე არის ინტენსიურად თოვს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რიკოთის საუღელტე ხელმონაკვეთზე და დასავლეთ საქართველოში. როგორც აღნიშნეთ, ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ყველა მიმართულებით, მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა. მოგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტე ხელმონაკვეთზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდული არის მხოლოდ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლივ მიმდინარეობს. ღამის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხებები, რაც გამოწვეული იყო ძირითადად გაუმართავი ავტოტრანსპორტიდან გამომდინარე და მცირე ჩამონაშალების შედეგად დროებით შეზღუდული მონაკვეთები. რაც შეეხება კობი-გუდაურის მიმართულებით, მოგეხსენებათ, მან ზვაუსაშროება იყო გამოცხადებული. დილას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა საზღვაო უბნების დათვალიერება, მოგვეცა რეკომენდაცია დაწყებითი სამუშაოების შესახებ, რასთან მიმართებაშიც ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები, გაუწმინდეთ აღნიშნული მონაკვეთი, აღდგა მოძრაობა კობი-გუდაურის მიმართულებით. ამ ეტაპზე ატარებენ დანგრეულ ავტოტრანსპორტს, რომელიც არის მსუბუქები, ხოლო შემდგომ უკვე აღდგება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის. თქვენც ახლა აღნიშნეთ, რომ იყო გარკვეული მცირე, ასე ვთქვათ, საგზაო ჩამოიშალა გზაზე რაღაც დიდთოლობის გამონალექი და ასე შემდეგ. ამჟამად რა მდგომარეობა რიკოთზე, დაშავდა თუ არა ვინმე, ან ზოგადად დაშავდა იყო თუ არა რაიმე პრობლემა, თუნდაც ავტომობილების დაზიანების კუთხით და ასე შემდეგ. მოგახსენებთ, ეხლაც ვყოფებით რიკოთის საუღელტე ხელმონაკვეთზე, სადაც შეუფერხებლივ მიმდინარეობს გადაადგილება. ხამის პერიოდშიც ჩვენი წარმომადგენლები, კომპანიის წარმომადგენლები ყველა ადგილზე ვიმყოფებოდით. მოგახსენებთ, რომ ვინაიდან ინტენსიური თოვა არის, უკვე მეხუთე დღე არის, რა თქმა უნდა, თოვლის საფარმა მიაღწია გარკვეულ მონაკვეთებზე 1 მეტრზე მეტს და თავისთავად ხამის პერიოდში მოხდა ამ თოვლის მასის ჩამოშლა, რაც თავისთავად გზაზე გადმოვიდა და შეაფერხა გარკვეული ავტოტრანსპორტი. რა თქმა უნდა, არანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ დაზიანებულა, არავინ არ მიუღია არანაირი დაზიანება, მოხდა ამ ავტოტრანსპორტის გამოყვანა, მონაკვეთების გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა. კი ბატონო, აი კლიმატური პირობები უპრეცედენტოა იმერეთში და სტიქიურ ხასიათს ატარებს. ამ მიმართულებით როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, რომ გითხრათ? მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რთული არის დასავლეთ საქართველოში კლიმატური პირობები. რეგიონიდან გამომდინარე, დაბაგურის რეგიონში მოულოდნელად დიდი თოვლი მოვიდა, რამაც გამოიწვია გარკვეული შეფერხებები გარკვეულ მიმართულებებზე, ინტენსიურად დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. გვინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან ჯაპანა, ლანჩხუთი, გრიგოლეთი, შეკვეთილის მიმართულებით. გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული გურის მთიან რეგიონებთან მიმართებაში, გაწმენდით სამუშაოებიდან გამომდინარე და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე გარკვეულ მიმართულებებზე აღდგება, როგორც არის ოზურგეთინიშვილის მიმართულებით, საჯავახო ჩოხატაურის მიმართულებით არის გარკვეული შეფერხება და რა თქმა უნდა, ოზურგეთთან ნატანები შრომაურეკის მიმართულებით სრულად აღდგენილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაადგილება უზრუნველყოფილია. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდა სახელმწიფოებრივი გზებზე პრობლემა ამ ეტაპისთვის აღმოფხრილია, შეგვიძლია ესე ვთქვათ? მინდა გითხრათ, რომ რეგიონალურ რაიონულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებთან ყველანაირი პრობლემური მონაკვეთები აღმოფხრილია, გარკვეულ მიმართულებებზე გაწმენდით სამუშაოებთან მიმართებაში
ვინაიდან ხელისშემშლელი გარემოება, როცა გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები უშლიან ხელს, ზღუდავთ პრევენციის მიზნით, რაც მათაც არ შეეშალოთ ხელი, ზღუდავთ გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობას, რათა სრულად აღვადგინოთ, გავწმინდოთ, გავასუფთავოთ და შემდგომ გაუშვათ მოძრაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის გარკვეული მონაკვეთები, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია და მან მასშტაბური გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს და რასაც გარკვეული დრო აუცილებლად დაჭირდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩვენს ეთერში საუბრობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძე.